მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ კიდევ ერთი კონსერვის რეცეპტი, მწვანე პომიდორის სალათა, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. თუმცა შინაურულზე არის მწვანე პომიდორის მწნილების რამდენიმე რეცეპტი. მას ასე პომიდორი კარგად გავარეცხოთ, მასთან ერთად მწვანე ბულგარული წიწაკა და წითელი ბულგარული წიწაკაც და დავჭრათ აი ესეთ თხელნაჭრებად. ამ სალათის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ ოდნავ მოწითალო პომიდორები, რომელიც ძალიანაც უხდება. დავჭრათ ყველა პომიდორი და მოვათავსოთ შემდეგ ჯამში. ცალკე დავჭრათ ასევე წითელი ბულგარული წიწაკა და მწვანე ბულგარული წიწაკაც, რომელიც ასევე ჩავამატოთ უკვე მწვანე პომიდორს ჯამში. და ასევე დავჭრათ რამდენიმე კბილი ნიორი და ცხარე წიწაკაც. ბოლოს დავამატოთ 2-3 მოზრდილი გახეხილი სტაფილო და 2 თავი ხახვი და მწვანილი ოხრახუში და ნიახური. ხახვი აუცილებლად დავჭრათ ალყა და არა წვრილ ნაჭრებად. ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ჯამში და შემდეგ დავამატოთ 3-4 სუფრის კოვზი ძმარი და 100 მლ ზეთი. ეს არის 2 კილოგრამი მწვანე პომიდორისთვის. და შემდეგ დავამატოთ მარილი გემოვნებით. ამ სალატს არამც და არამც არ უნდა აკლდეს მარილი. და შემდეგ კარგად ამოვურიოთ. კარგად ამორევის შემდეგ დავდგათ 1 საათი და დრო და დრო ამოვურიოთ. და შემდეგ ამ სალატს აუცილებლად ჩაუდგება წვენი, რომელიც აუცილებელია ამ კონსერვისთვის. როცა სალატს წვენი გამოუვა, შემდეგ გადავიტანოთ ქილებში და კარგად ჩავტკეპნოთ. ბოლოს ქილების გავსების შემდეგ დაგვრჩება სალათის წვენი, რომელიც არ გადაღვაროთ. ის დავასხათ ყველა ქილას და ასე გავავსოთ. გავსებული ქილები მოვხუფოთ და ჩავდგათ ქვაბში და დავასტერილოთ 15 წუთის განმავლობაში. 15 წუთის სტერილიზების შემდეგ გამოვთოთ ქვაბი და ასე გავაცივოთ. და გაცივებული უკვე ამოვიღოთ და შევინახოთ. ეს არის უგემრიელესი სალათა. ის არ გავს მწნილს, არის როგორც კერძი და ძალიან უხდება შემწვარ კარტოფილს. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.